გამარჯობათ, მე ფოტოგრაფი არჩილ გიგენა ვარ, მინდა მოგიყვეთ ამბავი, რომელიც სტამბოლში მოგზაურობის დროს გადამხდა. ეს ვლოგი მეცადე საინტერესო ყოფილიყო და ჩემი გამოცდილება გამეზიარებია თქვენთვის თითოეული ფოტოს გადაღების დროს, თითოეულ ადგილზე სტუმრობის დროს, რა საშუალებები და რა რეგულაციები შეიძლება ფოტოს გადაღება. ვიდეო ვლოგის გადაღებისას არ მქონდა არც ერთი პროფესიონალური ვიდეო ტექნიკა, არ მყავდა სპონსორები, ბიუჯეტით საკმაოდ მწირი მქონდა და მაქსიმალურად ვეცადე საინტერესოდ გადამეღო კადრები. ვიღებდი ჩემი ტელეფონით, რომელთაც ახლა სხვათა შორის ამ შესავალ ვიდეოს წერ და ვიღებდი GoPro-ი, რომელთაც ყოველდღიურ ვიდეო დღიურებს ვაკეთებდი. ვეცდებით დაგათვალიერებინოთ სტამბული, გითხრათ ამ ქალაქის ყოველდღიურობა, მოგიყვეთ რამდენად საინტერესო და ლამაზი გადასაღებია. მულტიკულტურული და ფერადი ქალაქია სტამბული, ფოტოგრაფიებისთვის ძალიან საინტერესო და გიჩვევთ იმოგზაუროთ სტამბულში. დანარჩენი კი შემდეგ ნაწილში. ილიშვიცაძე გავიმგზავრეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. 2 საათის შემდეგ ჩავედით საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში, სტამბულის აზიურ მხარეს. აეროპორტიდან გავიმგზავრეთ ქალაქის დასათვალიერებლად. მოგესალმებით, ეს არის ჩემი პირველი ვლოგი უცხოეთიდან. ახლა წარმოგიდგენთ ქალაქს, რომელიც წარმოადგენს 2 კონტინენტს, 1000 წლეულებს და უამრავ ფერს. ეს არის ქალაქი სტამბული. ბოსფორი ბუნებრივ საზღვრად იქცა, რომელიც აკავშირებს შავ და მარმარილოს ზღვებს. სტამბულის ფართობი შეადგენს დაახლოებით 5300 კვადრატულ კილომეტრს. ქალაქის ტერიტორია შეადგენს 39 მუნიციპალიტეტს, აქედან 25-მდე მდებარეობს ევროპაში, 14 აზიაში. ეს ქალაქი უნიკალური შეწყვილა ისტორიის, არქიტექტურის, მუსულმანური და ქრისტიანული კულტურების. ბოსფორის სანაპირო, ძველი უბნები, მეჩეთები და ბაზრები ქმნიან უნიკალურ გარემოს ფოტოგრაფებისთვის. ამ ვიდეოში მოგიყვებით, როგორ დავინახოთ სტამბული ფოტოგრაფის ობიექტივიდან, სად იპოვოთ კადრები, როგორ გამოვიყენოთ ჩუქი, როდის აჯილობს კონკრეტულ ადგილებში გადაღება. პირველი შთაბეჭდილება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. სტამბულში თვალშისაცემია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მრავალფეროვნება. წარმოდგენილია თითქმის ყველა სახის საქალაქო ტრანსპორტი, მეტრო, ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები, ტრამვაი, საზღვაო ტრანსპორტი, კერძო ტაქსები. გადაადგილება უზრუნველყოფილია გამართული და ფუნქციური ინფრასტრუქტურით. ქალაქში უამრავი ესტაკადა და სატრანსპორტო კვანძია. ძირითადად მაგისტრალები 8 ზოლიანია. შიდა მოძრაობისთვის, საქალაქო და საუბნო ზონებისთვის, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნები. სტამბული წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სახმელეთო ლოჯისტიკურ კვანძს რეგიონში. ეს კიდე შიდა ტრასა, ეს არ არის ცენტრალური მაგისტრალი. ერთ-ერთი შიდა მაგისტრალია ქალაქში. ცენტრალური ძირითადი არტერია, რომელიცაა სტამბული და ცენტრალური ტრასა არის. იქ დადის მეტრობუსზე. აროიდია, ქალაქში არის ეს. ალბათ ახლა ერთი შეწედია. შეიძლება მეტი. ია, სტამბული ისევ ამ ადგილას, როგორც ამდენად შორთან ერთად, მაშინ ძმაკაცთან ერთად. ახლა შორთან ერთად და ვიდეოთ აიასო. აქ ვიყიდეთ სტამბულ ბარათში. აი ეს გირდა 165 ლირა. ერთი მგზავრობა ის 40 ლირა, იქვე ჩავუწვირთეთ თანხა და ახლა ველოდებით. აია სოფიასკენ მიმავალ და ამ მეტრობასებით, ნახეთ ამ მეტრობასებით რომიწოს მგზავრობა. ეს არის მაგისტრალური ტრანსპორტი და შიდა ტრანსპორტზე მოგვიწევს ორი ერთი გადაღება. გადასასვლელი რო პირობითი ცნება აქ ახლა ვიღანახებ. ნახეთ პირველ რიგში გადასასვლელ ტროტუარზე მივდივარ და მანქანა გას აირ გადასასვლელზე. ახლა გადასვლისას ნახოთ. არ გააჩერა.
ახლა იძულების წესით თუ მოახერხებ რომ გააჩერებიო მანქანა, თორე გადასასვლელზე არ აჩერებენ. მოვიდა ჩვენი ესე იგი ნებისმიერი ტავარილის და სულხან აჰმედთან და ჩამოვიდა. აი, არ გავყვე? აგერ არ არის ბევრი. ჩვენ დავცენ თურქებს. და ნახე, ახლა მოწესე გეულეთავ. აქ სკვერები და პიკნიკი და მთელი ამბები. ნახეთ. ეცაის მამილის და ჩვენ მანდ მაინც შეუძლებთ ამას არ ვიძახი, მაგრამ ჩვენ მანდ მაინც რუსების ერთ ადგილში რომ აგვიხსენია და ცხოვრების სუჯირა მაოსული ცხოვრების წესი არ მეთ. ამასმა დაალაგეს, ჩამოაყალიბეს ჯერ პირველ რიგში თავიანთი სახელმწიფო სულ რაღაც ძალიან 10 საათი 2 საუკუნის უკან საუკუნე ნახევრის უკან თავისი იდენტობა შექმნეს და ცხოვრობენ საშუალო ევროპული ქვეყნის მსგავსად. ყოველ შემთხვევაში ამ გუნდში ასე ხუთაიში ბაღის კიდეს ჩამოჟე მინდორი ხელი გადახოვი გოგოსთან უი დედა მეზობლის ბიძია მოდაგინახოს ისდეთ ია გაიღიმე რატო ხარასე ტანჯულის სახე წყალი მე პორტყვა თუნდა უი პორტყვა თუნდა იაკინაღამ დავილეწე ამ ბოძზე ავაში არ ჩავჯექით და მეხით გავამტელეთ გზა. მივედით სულთან აჰმედის მოედნამდე, სადაც განლაგებულია ისტორიული მარგალიტები. ჩვენ გეზი მეჩეთად ქცეული აია სოფიასკენ ავია. მის წინ მდებარეობს ცნობილი ლურჯი მეჩეთი, სულთან აჰმედის მეჩეთი. გვერდით კი გერმანული შადრევანი, რომელიც ქალაქს 1901 წელს აჩუქა გერმანიის იმპერატორმა ვილჰელმ მეორემ. სტამბული ბიზანტიური ცივილიზაციის ნაწილი ამაზე ბევრს არ მოგიყვებით და ამჯერად შევჩერდები აია სოფიას. აია სოფია აშენდა 527 წელს ბიზანტიის იმპერატორ იუსტინე პირველის ეპოქაში. საუკუნეების განმავლობაში იყო ქრისტიანული ტაძარი ყველაზე გრანდიოზული თავისი დროისთვის. ტაძარი გამოირჩევა თავისი არქიტექტურით, გუმბათის სისტემით და უძველესი მოზაიკებით. 1453 წელს, როდესაც ოსმალებმა კონსტანტინოპოლი დაიპყრეს, აია სოფია მეჩეთად გადააკეთეს. 1935 წელს ათათურქის ინიციატივით აია სოფია მუზეუმად გამოცხადა. 2020 წელს ხელახლა მეჩეთად გამოცხადა და ამჟამად მოქმედის მუსულმანური სალოცავია. ვიზიტორებისთვის მეჩეთში შესვლის დროს სპეციალური წესები მოქმედებს, რასაც მკაცრად ტურიზმის პოლიცია აკონტროლებს. Balkoni arxasas სოხუთი ლიგა. ოღონდ ეს ბალკონი არის მოკლეტური, ასე ვთქვათ, სულიტური. არ არის სულიტური და 2200 ლირა, დაახლოებით 85 евро. პაკეტში შედის ბიზანტიური კულტურის ნათელი ქრისტიანული ხატები, მოზაიკები და ახლა ველოდებით შარფი უნდა ვიკიდოთ და შორტი თავარ მე წამოსული და კაბა უნდა შევიდე, რომელიც ღირს 3 евро. და შევოთ აია სოფიაში მე. ვაცვლე შორტები. აი, შორტები. დანახეთ ახლა. კაბისი. სადაკინდამ გავმართე. გადავიდე ისე შევეცია და. Please. და ასე მოსე შორტებს ამცე. ეს შორტები წყო მარტი. კაბისი გირი ახლა. აია სოფიას ტაძარში ვიდივარ, ტაძარი ერთ ხო, ტაძარი იყო და ვიდივარ ტურიზმის პოლიციასთან მამბოცებას მიშევდივარ და შედავას მოვიდა, იძახისა მოვიდა და ჩხუბი კაჩე ამ. და გამოვიდა ერთი საგიო და დაახნახე ჩორტი. აია სოფიას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოზაიკაა ღვთისმშობლისა და მაცხოვრის გამოსახულება, რომელსაც ორივე მხრიდან იმპერატორები ამკობენ. კონსტანტინე პირველი მარცხნივ და იუსტინე პირველი მარჯვნივ. ამ მოზაიკის პირდაპირი ანალოგია გელათის ტაძრის ცენტრალური მოზაიკა. ის ნათლად ასახავს იმ ეპოქის მჭიდრო კავშირებს ბიზანტიასთან და იმ დროიდელ კულტურულ და პოლიტიკურ გავლენებს.
გელათის მოზაიკა არა მხოლოდ ხელოვნების უნიკალური ნიმუშია, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის. სამწუხაროდ ბოლო წლებში ის დაზიანდა. გელათის ტაძარში ჩამოსულმა წყალმა სერიოზული ზიანი მიაყენა მოზაიკის ფენებს და დღეს მისი გადადგმების რეალური საფრთხე არსებობს. მინდა განახოთ პირველ რიგში გელათის მოზაიკა, გელათში დაცული მოზაიკა. და ახლა მინდა განახოთ აქ. What's under the chance? აია სოფია მოქმედი მეჩეთია, ამიტომ ფოტოს გადაღება პირადი გამოყენებისთვის ნებადართულია. ფლეშის, შტატივის და დრონის გამოყენება აკრძალულია. ვიდეო გადაღება არაოფიციალურად ზოგჯერ დაშვებულია, მაგრამ არ არის რეკომენდირებული ლოცვისას. გადაღებისას სალოცავ სივრცეში პატივისცემა აუცილებელია. სალოცავ სივრცეში არ შეიძლება შესვლა ფეხსაცმლით ან ლოცვის დროს ხმაურიანი გადაღება. ირჩევთ ფოტოს გადაღება განახორციელოთ შიდა ბალკონიდან ან საერთო ტურისტულ ზონებში. გადაღებისთვის საუკეთესო შუქი დილის საათებშია. აია სოფიას შიდა სივრცეში შუქი შემოდის მაღლა განლაგებული ფანჯრებიდან. დილის 9-დან 11 საათამდე შუქი რბილია და იდეალურია არქიტექტურული დეტალების, მოზაიკებისა და სიმეტრიული სივრცის გადასაღებად. გზის ჩასვლისას განათება უფრო თბილი ხდება, თუმცა ზოგჯერ ნაკლებია დეტალების ჩარჩოში მოქცევის შესაძლებლობა. აია სოფიაში ადამიანებს გვერდს ვერ აუგის და კადრი ადამიანებით სივრცეში სიმბოლური. იდეალურია კონტექსტური პორტრეტებისთვის, როცა ადამიანი ჩანს სივრცის ფონს. ეცადეთ დაელოდოთ სასრულ მომენტს კადრის გადასაღებად. არ გადაეღობოთ მლოცველებს ან ტურისტულ დინებას. გადაღებისას ეცადეთ გუმბათის ხაზები და მოზაიკების სწორად ჩანგდეს. არ გადაიღო აკრძალულ ზონებში. რეკომენდირებულია არ იყოს შესამჩნევი შენი აქტივობით გადაღებისას. არ გამოიყენო პროფესიონალური კამერის დიდი ობიექტივი. ეს წესები არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ რელიგიური სივრცის პატივისცემის საკითხია. უსაფრთხოების თანამშრომლები აქტიურად გაგვილებიან. ახლა ვარ ლურჯ მეჩეთში და ერთ-ერთი ტოპ სანახაობა, როცა სტამბულში ჩავახვალ ლურჯ მეჩეთი. ლურჯ მეჩეთი იგივე სულთან აჰმედის მეჩეთი სტამბულის გულშია, სულთან აჰმედის მოედანზე. იგი აშენდა 1609-1616 წლებში, სულთან აჰმედ პირველის ბრძანებით, როცა მხოლოდ 19 წლის იყო. მეჩეთი ცნობილია უნიკალური არქიტექტურით. მას აქვს 6 მინარეთი. ლურჯ მეჩეთის არქიტექტორი იასეფ ეფენდი გახდა. სახელი ლურჯ მეჩეთი მას იმიტომ დაერქვა, რომ შიდა ინტერიერი გაფორმებულია 21,000-მდე ლურჯი კერამიკული ფილით. დღესაც მოქმედი სალოცავია და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილიც. ეს მეჩეთი არა მხოლოდ არქიტექტურული შედევრია, არამედ სულიერი სიმბოლოა. ამაღლებული სიმშვიდე ქალაქის ხმაურში, ასე მოიხსენიებენ ადგილობრივები. ლურჯ მეჩეთი არაშენებულა პირდაპირი მნიშვნელობით აია სოფიას დასაჭრელად, თუმცა აშკარა ჩანს, რომ იგი არქიტექტურული კონკურენციის სურვილით დაიგეგმა. აია სოფია იმ დროისთვის უკვე მეჩეთად გადაკეთებული იყო 1453 წლიდან და ითვლებოდა ყველაზე მაღალი და გრანდიოზული ნაგებობად იმდროინდელ სტამბულში. სულთან აჰმედს სურდა, რომ ახალი მეჩეთი არა მხოლოდ სიდიადით, არამედ არქიტექტურულადაც გამორჩეული ყოფილიყო. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა 6 მინარეთის აგება, რაც იმ დროისთვის უპრეცედენტო ნაბიჯი იყო ოსმალეთში. ეს არის რიგი, რაც ვიყავართ ლურჯი მეჩეთის შესასვლელად. ჩვენ არამლოცველები ამ ნაწილით ვართ აქეთ. რა თქმა უნდა, სავსეა ნაბოზვავი რუსელი დაკავრობა. მეჩეთში შესვლა უფასოა და აუცილებელია ფეხზე გაიხადოს. შეშობილად ანა საიდანაც ტურისტები შევდიან იმ ნაწილიდან და თავარი მოთხოვნა არის ამ ფეხსაცმლ ფარგლებს შევიდეთ, ფეხში შველი უნდა შევიდეთ მეჩეთში. რუსეთის მე ცალკე შესასვლელია კიდე გამეორდები ტურისტებს ცალკე და ხელი როა შეუშალოთ უმეცოლებს მოკლედ ნიამბერი. აუ გუნდესტა სიმბოლოს. ასევე აუცილებელია ქალბატონმა თავზე შარფი მოიხუროს, ხოლო მამაკაც თუ შორტი აცვია მოსასხამს იქვე, შესასვლელთან ათხოვე.
შევედით ლუჯ მეჩეთში, სადაც ვიზიტორები არიან, აი შემოსასვლელია ვიზიტორების და მლოცველობის. აქეთ ლოცვა. აქეთ ტურისტები. ნაწილი არ შემოგვიშვის. ტრახ. ლოცველები და შევიდნენ მარტო. თუ ლუჯ მეჩეთთან ფოტოებს ვიღებ, ეს რჩევები გაითვალისწინებ. გადაღების საუკეთესო დროა დილა ან საღამო მზის ჩასვლამდე. თბილი შუგი გუმბათებზე საოცარ ფერს აჩენს. მეჩეთში შესვლამდე გადაიღე გარეხედები. შეეცადე ჩასვლა კადრში ორივე მინარეთის სიმეტრიულად. შიდა სივრცეში გამოიყენე მაღალი ISO და მყარი პოზიცია. შტატივის გამოყენება აკრძალულია. ფოტოზე ჩასვლა ადამიანებიც კადრს უფრო დინამიურს გახდის და შინაარსობრივადაც საინტერესო იქნება. გაითვალისწინეთ ლოცვის დროს პატივისცემა აუცილებელია. გაიცავით სიჩუმე და არ გადაიღოთ კადრები ხმაურით. გამარჯობათ. ახლა არის ადგილობრივი დროით ორის გუთვერიფოთ და ჩვენი გეგმით მიდივართ ასე. ჯერ გალათასკითთან აზიურ ნაწილში ჩავსვდებით ორანზე, რომლითაც დაახლოებით 40-50-იანი სურვის შემდეგ ჩამოვალთ აი მსოფლიო მეჩეთთან უკან ხიდი როა ხონა და ამის შემდეგ დავბრუნდებით უკან აზიურ ნაწილში და გავაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას ჩემს ფოტოაპარატებთან ერთად. ბლოგის ჩაწერისას დამავიწყდა რომ მეხსენებინა გამოიწერეთ ჩემი არხი და გააზიარეთ ეს ვიდეო. თქვენ ახლა ხედავთ ვიდეოებს, რომლებიც AI ტექნოლოგიით ფოტოებისგან შექმნილი და ბლოგში გამოვიყენეთ. Chique.